სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში იმყოფებოდნენ. შეხვედრებზე ადგილობრივებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. ყველა სოფელში 10,000-დან 20,000 ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 2025 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1,596,000 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობასთან შეხვედრები 27 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით გრძელდებოდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი იქნა თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. მათ შორის გორის მუნიციპალიტეტის შეარჩევულ დასახლებულ პუნქტებზე სულ გამოყოფილი იყო 1,596,000 ლარი. შევხვდით 112 დასახლებულ პუნქტში მოსახლეობას და მათი აზრის გათვალისწინებით შედგა ის ნუსხა, ნუსხის მიხედვითაც, ესე იგი, უნდა განხორციელდეს ის პროექტები, რომელი პროექტებიც იქნა შერჩეული ამ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად. ძირითადად ეს პროექტები შეეხება სავარჯიშო სივრცეების მოწყობას, საბავშვო გასართობის სივრცეების მოწყობას, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, რამდენიმე განსასმელი წყლის საუბნო გაყვანილობის მოწყობა. ინფრასტრუქტურის სამსახურს უკვე გადაეცა გამარჯვებული პროექტების ნუსხა. ამ პროექტების პირველადი მიახლოებითი ხარჯაღრიცხვებით ეს გამარჯვებული პროექტები გადაეცემა საკრებულოს, რომელიც დაამტკიცებს შემდეგ და უკვე ამის შემდეგ დაიწყება უკვე გაფორმება ხელშეკრულებისა და სადღაც ალბათ ამ პროექტების განხორციელება, შემდეგ პროექტები უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა და სამუშაოები ალბათ სადღაც მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისიდან დაიწყება.